გამარჯობათ. ეთერშია საინფორმაციო პროგრამა ანალეგრი. გორის ტერიტორიის დასუფთავებასა და გამწვანებას ეხებოდა თათბირი, რომელიც ამ დღეებში გორის საკრებულოს შენობაში მოეწყო. 23 აპრილს გორის საკრებულოს შენობაში მორიგი თათბირი ჩატარდა, რომელსაც გორის მერი დავით ქობლიანძეც ესწრებოდა. შეხვედრის მიზანი გორის ტერიტორიის დასუფთავება და გამწვანება იყო. მიზანი ერთია ყველასი საერთო ქალაქის დასუფთავება, კეთილი მოწყობა. ჩვენ ყველა გულით ვიყავ, ყველა გორებს, რომ სამწუხაროდ ქალაქი ასეთ მდგომარეობაშია. მაშინ როდესაც სავსები შესაძლებელია ერთობლივი ძალისხმევით, ერთობლივი ძალებით ქალაქი ნორმალურ სანიტარულ ჰიგიენურ მდგომარეობაში მოვიდეს და შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ ქალაქ გორში ბაზრის მიმდებარე ტერიტორია ამ მხრივ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია და ამაში ძირითადი დამნაშავეები გარემოვაჭრეები არიან. ქალაქის დასუფთავება კი არა მარტო კომუნალური მეურნეობების, არამედ ნებისმიერი გორელის მოვალეობაა. ქუთაისელებმა ეს შეძლეს, არც გორელებისთვის არის შეუძლებელი, თქვა შეხვედრაზე. კრებაზე შეიმუშავეს ქალაქის დასუფთავების გეგმა, აირჩიეს შტაბის უფროსი და თვეში ერთი დღე სანიტარულ დღეს გამოაცხადეს. განსაკუთრებით მოსახლეობის იმედი გვაქვს ჩვენ ქალაქის მოსახლეობის, რომ მხარში დაგვიდგებიან და იმ საერთო საკეთებელს, რომელიც ხშირად მარტო ხელისუფლების საკეთებელი არ არის და თითოეული მოსახლემაც უნდა გაითავისოს ეს, რომ თავისი ქალაქი საკუთარი ქალაქი, მშობლიური ქალაქია და ეს საკეთებელი აკეთოს, დაგვიდგებიან მხარში და ჩვენ ერთობლივად მხოლოდ აი ამის შემდეგ მივახცეთ სასურველ შედეგებს. გორელებისაგან განსხვავებით, ქართველებს მორიგი თათბირი არ დასჭიროებიათ და პირდაპირ შავათობაზე გადავიდნენ. 23 აპრილს ქარეში ქალაქის დასუფთავება კეთილმოწყობის მიზნით შაბათობა მოეწყო. ქალაქის საკრებულოს შენობაში მდებარე ორგანიზაციებმა დაასუფთავეს საკრებულოს მიმდებარე ტერიტორია, სკვერი, გაიტანეს ნაგავი. იმ დღეს შაბათობასთან ერთად ქარეში ნარგავებიც დაერგო, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქალების მეორე საშუალო სკოლის და პოლიტექნიკურ ტექნიკუმის მოსწავლე ახალგაზრდობამ. პოლიტექნიკურ ტექნიკუმის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დღეს 80 ძირი ფიჭვი, 10 ძირი კაკალი და 50 ძირი სხვადასხვა ხილის ნარგავები დაერგო. რაც შეეხება ჩვენ სპორტულ ინფორმაციას. თავის საფეხბურთო მოედანზე გორის დილა 23 აპრილს მასპინძლობდა თბილისის ლოკომოტივს. 23 აპრილს გორის საფეხბურთო მოედანზე პირველი ლიგის გუნდებს შორის მორიგი შეხვედრა შედგა. მეათე ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურში გორის დილა საკუთარ მინდორზე ამჯერად თბილისის ლოკომოტივს მასპინძლობდა. შეხვედრა თავიდანვე სტუმართა უპირატესობით წარიმართა და პირველი ნახევრის შემდეგ ტაბლოზე შემდეგი ანგარიში დაფიქსირდა. 1-0 ლოკომოტივის სასარგებლოდ. თბილისელებმა უპირატესობა შეხვედრის მეორე ნახევარში შეინარჩუნეს. გორელთა კარში კიდევ ერთი გადანილი გოლის შემდეგ მატჩი 2-0 დამთავრდა. აღსანიშნავია, რომ გორის დილა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე თამაშობდა. თბილისის ლოკომოტივი კი იმ ფავორიტ გუნდთა სიაში შედის, რომელიც საპრიზო ადგილისათვის იბრძვის. ჩვენ გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.